რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა. სტუდიაში მუშაობს თამარ გლონდი და მოკლედ დღის მთავარი თემების შესახებ. ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს დირექტორად დანიშნვასთან დაკავშირებით მეურვის თანხმობა მიიღო და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვის მიდის. ამის შესახებ გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაცია სავარაუდოდ დღესვე მოესწრება. ტელეკომპანია მაესტროში კი ლევან გაჩეჩილაძე ხვალმივა. გაჩეჩილაძის მიერ მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების პროცედურების გავლის პარალელურად საჯარო რეესტრს დღეს კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემაც მიმართა. ის რეესტრისგან მოითხოვს ლევან გაჩეჩილაძემ მაესტროს დირექტორად არ დაარეგისტრიროს. და საკითხს დღეს გამოეხმაურა მაკა ასათიანი. ლევან გაჩეჩილაძეს მაესტროს შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს. ამის შესახებ მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და გაჩეჩილაძის დირექტორობასთან დაკავშირებით მაესტროს გუნდმა პოზიცია ერთობლივი განცხადებით უკვე დააფიქსირა. აქ ერთად ვმუშაობთ, გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს, განაცხადა მაკა ასათიანმა. რაც შეეხება მაესტროს სამ თანამშრომელს და მათ განსხვავებულ პოზიციას, ასათიანის თქმით, ეს მისთვის მტკივნეული თემაა. სამი გოგონა არ იზიარებს გუნდის პოზიციას. ძალიან განვიცადე, რომ სამი ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა. ალბათ ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს. ეს მტკივნეული იყო, აღნიშნა ასათიანმა. გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ირაკლი რუხაძის დღევანდელ განცხადებასაც. ასათიანის თქმით, ნამდვილად არ აინტერესებს, რა თქვა ირაკლი რუხაძემ. ასევე მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, ბოლო წლის განმავლობაში მაესტროს წილების შესყიდვასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას არაერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა კონკრეტული გვარები და კომპანიების სახელები, რომლებსაც მაესტროს წილების შესყიდვა სურდა, არ ახსოვს. იყო თუ არა მათ შორის ირაკლი რუხაძე, როგორც ამას თავად ირაკლი რუხაძე აცხადებს, მაკა ასათიანს არ დაუკონკრეტებია. ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გლონდი კი არ აპირებს სახელწოდება მაესტრო ვინმეს დაუთმოს. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მაესტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს, ასევე არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25%-იანი წილი. მაესტროს სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც 100 ამაყობენ მაესტროს ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად. მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება მაესტრო. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რაიმე სხვა საშუალებები აქვთ, იძალადებენ ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს მე ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე. წერს მამუკა გლონდი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე. მაესტროს დაფუძნებასა და დაარსებაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, თუმცა წილი ტელეკომპანიაში ნამდვილად არ მაქვს. ამის შესახებ კი მაესტროს ერთ-ერთმა პარტნიორმა ბაჩო კიკაბიძემ ირაკლი რუხაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც კოტე გოგელია რუხაძეს თავაზობდა ბაჩო კიკაბიძის წილის შესყიდვას. ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის თქმით, ის აპირებს განცხადების გავრცელებას, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე თუ რატომ ასესხა მამფული გია გაჩეჩილაძეს, კონკურენტი არხის გასაძლიერებლად განაცხადა, რომ ის მეგობარს დაეხმარა და ამით ფინანსურ სარგებელს იღებს. კომერციული გარიგება, რომელიც რატომღაც გავიდა კომერციისგან, გავაკეთებ განცხადება, სადაც შევეცდები განმარტო ყველაფერი, თუ რა არის ჩემი ინტერესი, რა შეიძლება იყოს იმედის ინტერესი და ასე შემდეგ, განაცხადა რუხაძემ. ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კოტე გოგელიასთან მიმოწერაზეც გააკეთა მცირე კომენტარი. არ ვარ მიჩვეული კომერციულ გარიგებებზე საუბარს. კოტე გოგელია ითხოვდა 9.5 მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7.5 მილიონს, დღეს კოტე ითხოვს 5.5-ს 28%-ში. თუ არ ვცდები ბაჩო კიკაბიძის წილის გასხვისებაში, მე კოტეს ველაპარაკე.
7-ჯერ 2 კვირის განმავლობაში და მაშინ რომ დამთანხმებოდა, უცნობი ამ თანხას არავის გეცოდინებოდათ, ახლა ეს ამბები განაცხადა ირაკლი რუხაძემ. ევროპაში არსებული მიგრაციის კრიზისის მიუხედავად კი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაზრდილა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იზოლებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლველთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, პირიქით 2014 წელთან შედარებით 2015 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იკლო. როდესაც ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველო გაეროს მიერ აღიარებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად აქედან მათ კარი დაკეტილი აქვთ, ისინი დაუბრუნდნენ იმ ქვეყანას, საიდანაც შემოვიდნენ, ანუ თურქეთში და იქიდან უკვე სხვა გზებით სცადეს წასვლა ევროპის ქვეყნებში. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და ბოლო წლებში თავშესაფრის მინიჭების პროცენტული რაოდენობა იყო საკმაოდ დაბალი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის არავისთვის არ გვითქვამს უარი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ ეს ადამიანი მართლა დევნას გამოექცა და მართლა საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ცხადია, იყო არაერთი უარიც, განაცხადა სოზარ სუბარმა. საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია. ასეთი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე და მხარდაჭერაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაგეგმარება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და კიბერთავდაცვა, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად აქვს შანსი საქართველოს ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანდეს, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა მაპთან დაკავშირებით. მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ აღწევთ პროგრესს, ახორციელებთ რეფორმებს, ჩვენ ჩავატარებთ ნატოს საქართველოს კომისიის ხდომებს სამშეხვედრის ფარგლებში და მე მივაწვდი კომისიას ინფორმაციას მიღწეული პროგრესის შესახებ და მოვუყვები, როგორ შეუძლია ნატოს გააგრძელოს დახმარების გაწევა საქართველოსთვის და ითანამშრომლოს მასთან, განაცხადა სტოლტენბერგმა. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედია გარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კავკასიის ონლაინისა და მობიტელის ერთობლივი განცხადების განხილვა 10 მარტს გაგრძელდება, როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, მობიტელს გარკვეული მონაცემები და დოკუმენტები სრულყოფილად არ ქონა წარმოქმნილი და კომპანიამ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სამკვირიანი ვადა გამოითხოვა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძემ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ რისკების შემცირება შესაძლებელია ამა თუ იმ ფორმით და მათ შემცირებაზე უნდა ზრუნავდეს ერთის მხრივ სახელმწიფო თავისი საკანონმდებლო ნორმებისა და მოთხოვნების გაძლიერებით და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებმაც ეს საკანონმდებლო ვალდებულებები უნდა აღასრულონ. ბილაინის გენერალური დირექტორის გიორგი ტყეშელაშვილის განცხადებით, ვიმპელკომი ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენით დაინტერესებული არ არის, როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, კომპანია განიხილავს მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვას, რაც ბილაინის მიერ მხოლოდ კავკასიის ტევეს და სადენიანი ინტერნეტის სერვისის შეძენას გულისხმობს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოითხოვა. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების იურიდიულმა კონსულტანტმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე განცხადებით მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიაწოდა. ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადმოგვცა დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური მოკვლევა. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ მიმდინარეობს
2 დისციპლინური დევნა და ერთ-ერთი მათგანი დაწყებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე. იუსტიციის საბჭოსადმი, სადაც ის აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც იუსტიციის საბჭოში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, დაირღვა სამოსამართლეო ეთიკის ნორმები და მოითხოვს, რომ დაიწყოს დევნა აღნიშნული მოსამართლის მიმართ. ეს გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ საბჭო იყენებს ბოროტად მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას და იწყებს დევნას იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც მათთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი ინიციატორი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც დააყენა მოთხოვნა ამ პროცესის დაწყების შესახებ, განაცხადა ლომჯარიამ. და დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ იმ კანონ პროექტებზე, უფრო სწორად, რომლებთან დაკავშირებითაც უარყოფითი მოსაზრებები გამოითქვა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორში, არამედ ისინი გააკრიტიკეს ოპოზიციის წევრებმა და კოალიციის წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამაც, მათ შორისაა პოლიციის შესახებ ახალი კანონი და მუხლი ფარული პატრულირების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ფარული პატრულირების შესახებ მუხლი პოლიციის შესახებ ახალ კანონში დარჩება, რესპუბლიკური პარტიის წევრები მას მხარს არ დაუჭერენ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფორმულირების მხარდაჭერას, იმიტომ რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის კერძო ცხოვრებას და მასში იჭრება სახელმწიფო, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების წევრმა თამარ ხიდაშელმა. მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებენ თავისუფალი დემოკრატები და საპარლამენტო უმცირესობაც. შეგახსენებთ, რომ მის განხილვას დაჩქარებული წესით მთავრობა ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ითხოვდა პროექტზე მუშაობის დაწყებას კანონმდებლები უახლოეს დღეებში აპირებენ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს რადიო ეთერში ისაუბრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი თამუნა ტატანაშვილი. მოგესალმებით თამუნა, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. თამუნა, რესპუბლიკური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ფორმულირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის კერძო ცხოვრებას. ეს ის საკითხია, რის გამოც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და მმართველობის 9 წლის განმავლობაში. მინდა ზოგადი კითხვა დავსვა პირველ რიგში. რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოექცა ქართული ოცნება? ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ფარულ ვიდეო და აუდიო თვალთვალს, სტანდარტი გაიზარდა 2014 წელს. მოგეხსენება, სიცხეს სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები ამ რეფორმის შედეგად და ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება აიკრძალა დანაშაულის პრევენციისა და სამართალდაცვითი მიზნებისათვის გამოძიების დაწყების გარეშე. შესაბამისად, განისაზღვრა პირთა წრე, დანაშაულთა კატეგორია და ასევე ის თუ რა შემთხვევაში იყო დაშვებული ფარული თვალთვალი. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, რომელიც გულისხმობს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ფარული თვალთვალის შემოღებას, აქ არსებითად ხარვეზული არის ის მომენტი, რომ ისეთ შემთხვევაში, როცა ხდება ფარული თვალთვალი, აუცილებელია, რომ ამის შესახებ შესაბამისი ნიშანი იყოს განთავსებული და ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. ასეთ შემთხვევაში პირი, რომელიც გადაადგილდება, იცის, რომ მისი ნებისმიერი ქმედება არის ვიდეო დაკვირვების ქვეშ. თუმცა, არსებული მიდგომაც ესეთია დღეს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და მოქმედი რედაქციით ვიდეო თვალთვალის შემთხვევაში აუცილებელია, რომ შესაბამისი ნიშანი იყოს განთავსებული. თუმცა, როგორც ნახეთ წარმოდგენილ ვარიანტში, პოლიციის შესახებ კანონში შესატანის ცვლილებების მიხედვით, ასეთი სავალდებულოება არ არის, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება რა თქმა უნდა პირადი ცხოვრების უფლებას და ასევე ძალიან დიდ რისკს შეიცავს პოლიციის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ვარიანტით მოქალაქეებს არ ეცოდინებათ სად, როდის მიდის გადაღება, სად შეინახება ვიდეო მასალა, ვის ექნება მასზე ცდომა, ან როდის განადგურდება ის მასალა, რომელშიც კონკრეტული მოქალაქეა გადაღებული. დიახ, სწორედ ამ შემთხვევაში პრობლემა არის რამდენიმე სახის. ერთი, რომ არ გვეცოდინება, რომ ხორციელდება ჩვენი მოქმედებების ვიდეო დაფიქსირება და გადაღება. მეორე არის ის, რომ არ ვიცით, როგორ დამუშავდება წარმოდგენილი მასალა, რა სახით მოხდება, რა ინფორმაციის მიღება მოხდება ამ მასალის და მესამე, არ ვიცით არანაირი წესების და რეგულაციების შესახებ, რა მეთოდითაც მოხდება მისი განადგურება. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ამ ბოლო ორ საკითხს უკავშირდება, არის ის, რომ ინიციატორის პოზიცია არის ესეთ, რომ მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს ის საკითხები, მაგალითად, სად მოხდება ამ ფარული ვიდეოტექნიკის განთავსება, წესით და ასე შემდეგ. თუმცა
ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც საუბარი არის ადამიანის ძირითად უფლებებსა თავისუფლებაზე, ამ შემთხვევაში და ინიციატივის ხდება ამაზე, ასე ვთქვათ, ზემოქმედება აუცილებელია, რომ ეს კანონის სახით იყოს გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში, როგორც ვკითხულობთ, ინიციირებულ ვარიანტში არ არის განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მაგალითად აი ეს ამოსაცნობი ნიშნის გარეშე, ვთქვათ, კამერის ჩართვის ინტენსივობა. ეს კამერა იქნება მუდმივად ჩართული თუ ჩართავენ მხოლოდ სამართალდარღვევის დაფიქსირების პროცესში. ასევე არ ვიცით რიგი ტერმინების მნიშვნელობა, რომელიც შემდგომ იქნება გამოყენებული. რაც რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ კანონის სახით იყოს გამოყენებული. თუმცა ძირითადი პრინციპი, რომ ჩვენ არ გვეცოდინება საათ რომელ ტერიტორიაზე ხორციელდება ვიდეო თვალთვალი, არის ადამიანის უფლებების შემლახავი. ანუ ეს მუხლი ერთმნიშვნელოვნად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. დიახ, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი არის, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვა განხორციელდეს, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს და რა არსებული რეგულაციაც გვაქვს, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დავდგებით ისეთი რეალობის წინაშე, რომ ფაქტიურად ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას დაემსგავსება არსებული სიტუაცია და ამ შემთხვევაში არ გვეცოდინება როდის, რა სახით, რა ფარგლებში ხდება ჩვენი პირადი ცხოვრების ვიდეო თვალთვალი და ასე შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, რომელიც რა თქმა უნდა მრავალ ასპექტს მოიცავს. იქ არის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენს პირად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, რისკები ძალიან დიდია. ითვალისწინებს თუ არა წარმოდგენილი ვარიანტი იმ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად პატრულის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, რა ბერკეტი ექნება სახელმწიფოს იმისთვის, რომ ვითარება დაასტაბილუროს და როგორ უნდა დაიცვას უფლებები კერძო პირმა იმ შემთხვევაში, თუ ის მისი უფლებები მართლაც შეილახა. ამ შემთხვევაში, რასაც წარმოდგენილი ინიციირებული ვარიანტიდან გახდა, ანუ ჩვენთვის ცნობილი, აქ არის საუბარი ასეთი მეთოდით მიღებული ვიდეო სახით დაფიქსირებული შემთხვევის დაჯარიმებაზე, რომელზეც შედგება შესაბამისი აქტი და გაეგზავნება რეგისტრაციის მიხედვით ამ ადამიანს. თუ კი იგი არ დაეთანხმება ამ ჯარიმას, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ჯარიმას. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამის შესახებ, რომ აი ეს კონკრეტული წესები, რომელიც აუცილებლად და თვალნათელი უნდა იყოს და ასახული უნდა იყოს კანონში, ასეთი სახით წარმოდგენილ ვარიანტში არ არის და რა თქმა უნდა ამ მხრივ ხარვეზის შემთხვევია. თამონა, ოფიციალურად ხელისუფლებამ ხალხს უთხრა, რომ ფარული პატრულირება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ასაჯრო, ანუ ხელისუფლება პრობლემად აყენებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ეს პასუხი და წარმოდგენილი ვარიანტი არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რაზეც ხელისუფლება ლაპარაკობს? ამ შემთხვევაში პროპორციულობის მიზანი ამ ორ კატეგორიას შორის ნამდვილად არღვეულია, იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს საგზაო უსაფრთხოებაზე მითითებით ჩვენი პირადი ცხოვრების დარღვევა. ამ შემთხვევაში ეს გზა ამ პრობლემის გადაჭრისთვის არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროებს რა თქმა უნდა დახვეწას, რომ არ მოხდეს ასეთი დარღვევები ადამიანის პირადი ცხოვრების. თამონა, თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ განმარტოთ რა არის ის არგუმენტები, რის გამოც ამ წარმოდგენილ ვარიანტს არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს, იმიტომ რომ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა საკითხს და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორისგან ის მეტ არგუმენტს ელოდება და მისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის არგუმენტი, რაზეც დღეს იყო საუბარი. რატომ როგორია თქვენი პოზიცია? რატომ ვერ ხედავს ხელისუფლების ერთ-ერთი სახე იმ არგუმენტებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ? ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ საკომიტეტო განხილვების პროცესში. ჩვენი მოსაზრებებია ასევე გავუგზავნეთ ჩვენ ადამიანის უფლებების კომიტეტს, რაც შეეხება ძირითად საკითხებს შევეხები, რომელიც არის დარღვევა ამაში. პირველი ის, რომ ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება ერთადერთ შემთხვევაში არის დაშვებული, როცა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა გამოძიების დროს ხდება. ასეთ შემთხვევაში, ასეთი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში ხორციელდება. სხვა შემთხვევაში ვიდეო თვალთვალი არსებული კანონმდებლობის მიხედვით უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პირმა იცის ამის შესახებ. ასევე ირღვევა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომლის თანახმად მონაცემთა დამუშავების პრინციპს წარმოადგენს, რომ მონაცემთა დამუშავება მხოლოდ იმ მოცულობით უნდა მოხდეს, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მოსამუშავ შემთხვევაში ეს ვერ გვექნება სახეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძლებთ
იმის გაკონტროლება თუ რა მოსვლობით აფიქსირდება ეს და ეს დარღვევა ნამდვილად ცალსახა არის. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვერ კმაყოფილდება ის პროპორციულობის ტესტი, რაც ამ ორ კატეგორიას შორის უნდა იყოს. ასევე არ არის ხარვეზულია და კანონში არ არის დეტალურად გაწერილი ის საკითხები, რომელიც უკვე აღნიშნა, ეს არის კამერის ჩართვის შესახებ, მხარის ინფორმირების შესახებ და ასე შემდეგ, რომელიც სასახად არის დარღვევა, იმიტომ რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონი გვეუბნება, რომ მხოლოდ კანონით შეიძლება განისაზღვროს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების, ასევე დაცვის პირობები და წესები. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები მინისტრის ბრძანებით იყოს გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ საჯარო სივრცეში განთავსებულ კამერას აუცილებლად უნდა ახდენს გამაფრთხილებელი ნიშანი და თვალსაჩინო ადგილას. ანუ პირს არის ერთგვარი გაფრთხილება პირისათვის, რომ შესაბამისად ხდება მისი პირადი ცხოვრების კონტროლი და დაფიქსირება. ასევე საინტერესო არის და პრობლემა არის ასეთი ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციის განადგურების სპეციალური რეჟიმის შესახებ არსებული რეგულაციები. ამ შემთხვევაში შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფარული პატრულირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების წესს. აი ძალიან დიდი პრობლემაა. არც გვაქვს ამის შესახებ მითითება თუ რა აბადების მიხედვით ხდება ამის დარეგულირება, ასე შემდეგ. რაც მიგვაჩნია რომ ნამდვილად პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს კონკრეტულად და მოსაზრებას, აუცილებლად წარმოადგენს ჩვენ საკომიტეტო განხილვებზე და ამის შესახებ დავაფიქსირებთ რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციას. რომ ეს ნამდვილად ნახავს პირის უფლებას. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ჩვენი მსმენელი დასკვნებს ალბათ თავად გამოიტანს. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი თამარ ტატანაშვილი. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ შემდეგ თემაზე საუბარს. ეს არის კიდევ ერთი კანონპროექტი. 2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსახილველად მიიღო მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიაჩნია რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით და სწორედ ამ დეტალებზე ისაუბრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი ჩვენს ეთერში. ეს თეონა ზაქარეიშვილია. თეონა, მოგესალმებით. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. თეონა, როგორია თქვენი შეფასება მთავრობის ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე კერძო საკუთრების შესახებ? განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას. შეიცავს თუ არა ის კონკრეტულ ხარვეზებს და რა საფრთხეებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება? მიგვაჩნია რომ მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი განმარტების ბარათში მოცემულ მიზანს ვერ გაამართლებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ძირითადად შეიცავს მუხლს, რომელიც ემატება საჯარო რეესტრის შესახებ კანონს, რომელსაც სახელმწიფო დაირეგისტრირებს მიწებს, რომლებიც არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. აღნიშნული ცვლილებით სახელმწიფო მთლიანად იმ მიწის ფონდის რეგისტრაციას მოახდენს, რომელიც დღეს არის ნებისმიერი პირის და მათ შორის მოქალაქეების მფლობელობაში და ვფიქრობთ, რომ ეს ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ბიზნესის ხელში და სახელმწიფოს მიერ განკარგვის შემდეგ ბიზნესის ხელში აღმოჩნდება მიწები, რადგან ფაქტიურად მოქალაქეები ცხოვრობენ, ეს დამატებით პრობლემებს შეუქმნის როგორც ბიზნესს, ესევე სახელმწიფოს და ესევე მოქალაქეებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით უნდა იმოქმედოს, ჩვენ ვიცით, რომ იუსტიციის მინისტრმა თავისი ბრძანებით დაამტკიცა სტრატეგია, სადაც გაწერილია ნაბიჯებით, როგორ უნდა დასრულდეს მიწის რეფორმა. მიწის რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს სახელმწიფო, საუბრობს ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს სისტემატურად, გააზრებული ნაბიჯებით და არა ვთქვათ ისე ერთბაშად, რომელსაც ეხლა ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, როგორც კერძო მესაკუთრეების, ასევე ბიზნესისთვის და სახელმწიფოსთვის, ვიდრე სარგებელს მოუწევს.
აი, გაქვთ თუ არა შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები ამ კანონპროექტის მაგივრად, როგორ მიიჩნევთ, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას იმ არსებული ხარვეზების და გამოწვევების აღმოფხვისთვის, რაც დღეს არსებობს ამ მიმართულებით? ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია, ისე როგორც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები, მუშაობდა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეისთან ერთად, რათა შექმნილიყო ერთიანი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ მიწის რეფორმის გაგრძელებას და სათანადო დასრულებას. სწორედ აი სტრატეგია, რომელიც იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა, აი ამ მუშაობის შემდგომ იქნა მიღებული და სტრატეგია შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორიცაა მედიაცია, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, როგორიც არის გამარტივებული წესით რეგისტრაცია ისეთ შემთხვევაში, თუ ხარვეზიანი დოკუმენტებია, ფინანსურ მხარდაჭერას მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს რეგისტრაცია და ერთ-ერთი მთავარი შემოფერხებელი საფუძველი გარდა ხარვეზიანი დოკუმენტებისა შეიძლება იყოს ის ფინანსური რესურსების აღქონა, რომელიც ჭირდება მოქალაქეს მიწის რეგისტრაციისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. სტრატეგიის მიხედვით იყო აღებული ვალდებულება, კანონი დაწერილია კიდევაც, რომლის ინიცირება უნდა მომხდარიყო პარლამენტში და ეს კანონი მოაწესრიგებდა და ერთიან ხედვას წარმოადგენდა აი ამ მიწის რეფორმის გაგრძელების და დასრულებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა სპონტანური ნაბიჯებით, არა ცალკეული მუხლების ცვლილებით, მით უმეტეს აი ესეთი სისტემური რეგისტრაციით ეს ვერ მოგცემს შედეგს და აუცილებელია გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც ამ წუთას სტრატეგიითაა გაწერილი და რომელიც აუცილებელია, რომ ისევ ხარვეზები და ისევ პრობლემები არ ქონდეს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე კერძო პირების ინტერესების დასაცავად. თეონა, რამდენადაც შემთთვის ცნობილია კანონპროექტით პრობლემურია სიტუაცია მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთის მფლობელს დაკარგული აქვს ან ხარვეზიან დოკუმენტაციას ფლობს. რა ხდება ამ შემთხვევაში? აი, კანონპროექტი რაიმე სხვა ხედვას აი ესეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს, უბრალოდ საუბარია საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ისეთ ცვლილებებზე, რომელიც სახელმწიფოს აი ესე სისტემურად რეგისტრაციის უფლებას მისცემს. შესაბამისად, აი ამ ნაწილებში გავრცელდება ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც აი ესეთი ხარვეზიანი დოკუმენტების არსებობისას, განადგურებული ან დაკარგული დოკუმენტების არსებობისას, ან უფლებრივად ნაკლული დოკუმენტების არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიერ 90-იან წლებში გადაცემული მიწის მოწმობებია, ესეთი ნებართვებია მიცემული, სადაც არ არის მაგალითად ხელმოწერა თანამდებობის პირის. ზოგან არ არის ბეჭედი. აი ესეთ შემთხვევაში არანაირ მექანიზმს არ ითვალისწინებს და საჯარო რეესტრი ისევე როგორც აქამდე აკეთებდა ამ ცვლილებითაც ჩვეულებრივ გააგრძელებს, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა სხვა არ იქნება, უარის თქواس ესეთი მოქალაქეებისთვის, ისინი ვერ დაირეგისტრირებენ თუნდაც იმ ერთიან საშეყავათო პირობებში, იმ ერთიანი განკარგვის აკრძალვის პირობებში, რომელსაც დღეს სახელმწიფო მათ თავაზობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ არ იქნება ეს ერთმხრივი ცვლილება საკმარისი აი ამ რეფორმისთვის და იმ დეკლარირებული ბიზნესთვის, რომ უნდა მოხდეს საინვესტიციო გარემოს განვითარება და უნდა მოხდეს მიწის რეფორმის სათანადო განხორციელება და დასრულება. თეონა, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ თუ საჯარო რეესტრის შესახებ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე დააფიქრა, ეს ნიშნავს, რომ ჩანაწერი უნდა გამოსწორდეს და ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ. რა იქნება თქვენი მოთხოვნა პირველ ეტაპზე, რაც უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო ორგანომ? პირველ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა იქნება საკანონმდებლო ორგანოსთვის, რომ არ დაუჭიროს მხარი ამ ინიცირებულ ცვლილებას და თავის მხრივ მთავრობამ სწორედ აი ამ სტრატეგიის ფარგლებში აღებული ვალდებულებით წარადგინოს კანონპროექტი და წარადგინოს აი განახორციელოს აი ეს ნაბიჯები, რომელიც დაიწყებს მიწის რეფორმის საბოლოო ფაზას. დაიწყებს რეგისტრაციას არაერთიანად სახელმწიფოს სახელზე, არამედ დაიწყებს რეგისტრაციას თითეული მოქალაქის სახელზე, რომელსაც აქვს გარკვეული დოკუმენტები, თუნდაც ხარვეზიანი და სწორედ მოქალაქეებს დავეხმარებით რეგისტრაციაში და შემდგომ უკვე ის მიწის ფონდი, რომელიც დარჩება და რომელიც არ იქნება სხვა პირების საკუთრება და არც რაიმე დოკუმენტაცია იქნება გადავა სახელმწიფოს საკუთრება. და ეს არის სწორი მიდგომა, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობა იმისთვის, რათა მიწის რეფორმა საბოლოო ჯამში დასრულდეს და დაცული იყოს როგორც საჯარო, ასევე კერძო ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო მთლიანად დაირეგისტრირებს თავის სახელზე და შემდეგ უკვე მოქალაქეებს უწევს დავა ან გარკვეული სამართლებრივი მექანიზმებისთვის მიმართვა, იმისთვის რომ
უკან გამოითხოვოს სახელმწიფოდან ესე შეგვიძლია ვთქვათ ის მიწები, რომელიც სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი თეონა ზაქარეიშვილი. ამით გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით რეკლამის შემდეგ ვსაუბრობთ მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის წესზე, რომელსაც უკვე დიდი ხანი აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორი და ჩვენ შემოგვიერთდება კონსტიტუციის 52-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ხაჭიძე. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ბრუნდებით.